თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. კახეთის სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისა და ექსტრემალი ველოსიპედისტების მისაღებად ემზადება. ყვარლის რაიონში 5 ახალი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა, რომელთა გასავლელად საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში სტუმრებს უფასო ველოსიპედებიც ელოდება. ეს ტურისტების დამატებით ნაკადს მიიზიდავს კახეთში, სადაც მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში უკვე რამდენიმე 10% გაიზარდა. ახალი სათავგადასავლო ექსტრემალური ტური ყვარელში ტურისტებისთვის დღეს ამოქმედა. საინფორმაციო ცენტრში ყველა მსურველს სპეციალური რუკების საშუალებით ტურის არჩევა შეუძლია. გამარჯობა. ტური მინდა ყვარელში. ესენი არის ველოტურები, აგერ არის 5 ველოტური. ეს გათან თქვენ შეგიძლიათ ეგრეთი ამოერჩიეთ. განსაკუთრებით მოწმებას მსახურობს აი ეს ტური. მარშრუტის არჩევის შემდეგ ტურისტებს ველოსიპედით სარგებლობა შეუძლიათ. საინფორმაციო ცენტრი ამ მომსახურებას მათ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სთავაზობს. ველოტურისთვის ჩვენ ავირჩიეთ 14 კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის განმავლობაში ყვარელის ლამაზი ხედებისა და საინტერესო ადგილების ნახვა შეიძლება. ექსტრემის მოყვარული ტურისტებისთვის არის რთული ბილიკებით, სადაც ველომრბოლელებს გაუყოლავ გზაში სიარული შეუძლიათ. ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა, იმიტომ რომ ველოსიპედები არის საკმაოდ კარგი ხარისხის. განდუთვნილია ზუსტად ისეთი გზისთვის და ბილიკისთვის, რომელიც უნდა გავიაროთ და ასე რომ თვისთვის ძალიან კომფორტულია ველოსიპედით სიარული. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე 80%-ითაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობაც. ზაფხულის განმავლობაში კი იქ კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს ელოდებიან. გამოდალ დღეს თავაზობ მომხმარებელს ვებსიახლის პირველ რიგში განახლებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეს მომხმარებელს როგორც ინფორმაციის შეძენა, ასევე უფასოშოული ინტერნეტით სარგებლობა, ასევე არის საინტერპრეტაციო დაფა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის საორიენტაციოდ და რა თქმა უნდა არის ველოტურები, რაც მნიშვნელოვანია სათავგადასავლო ტურიზმისთვის. ვიზიტორების დასახვედრად კახეთში კეთდება ახალი ტურისტული ადგილებიც. სულ მალე ყვარელს დურიჯის ტბა და უნიკალური გვირაბი შეემატება. უახლოეს დღეებში გამთავრდება უნიკალური გვირაბი ყვარელში, სადაც შესაძლებლობა იქნება ღვინის დეგუსტაციის, ასევე ხდება ძალიან კარგი რესტორანი. ეს არის ზოგადად უნიკალური ადგილი და ზაფხულს არის ერთი ტემპერატურა. ეს ადგილები ტურისტებს მომავალი სეზონიდან უმასპინძლებს. მანამდე კი კახეთში ერთ-ერთ მიმზიდველ სანახაობად ყვარელის რეკრეაციული ზონა რჩება. Turkey. მე თურქეთში ვისვენებდი. იქ გავიგე რომ საქართველოს ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ამიტომ ავტობუსი ვიქირავეთ და სასწრაფოდ წამოვედით. ძალიან ლამაზია კახეთი, გაოცებული ვარ. Very beautiful. ერთი კვირის განმავლობაში ტურისტებს ველოსიპედით 5 მარშრუტის გავლა შეუძლიათ. ვიზიტორები ამ ხნის მანძილზე გრემისა და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსების, მუზეუმებისა და ყვავლის უნიკალური ბუნების დათვალიერება შეძლებენ. მაცვლეული კულტურების შესანახი ცენტრების მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ცენტრები ლაგოდეხსა და აბაშაში იმუშავებს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცემა მოსავალი შეინახოს და სასურველ დროს გაყიდოს. მაცვლეული კულტურების შესანახ ცენტრებს იტალიური კომპანია აშენებს. მშენებლობის პროცესი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. ლაგოდეხში და აბაშაში უკვე შემოსულია იტალიიდან საშრობები, რომლებიც დამონტაჟდება და 20 სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში. ეს მოემსახურება მთლიანად მთელ საქართველოს სიმინდის წარმოებებს პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც მიიღო სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა. ჩვენ უზრუნველყოფთ შესანახი სიმძლავრეებით, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ უფრო მაღალ ფასად თავიანთი მოყვანილი პროდუქციის გაყიდვას. სამშენებლო სამუშაოები, როგორც თქვენ ხედავთ, კაცრად გაწერილი ტემპებში მიმდინარეობს. ის ვადები, რომელიც მითითებული გვაქვს ჩვენ მშენებლობის დამთავრებლად, ამ ვადებში ვეტევით. 30 მსურველიდან შერჩეული 3 საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლონდონის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები საინვესტიციო პროექტებს საქართველოსთვის ქმნიან. We firmly believe that Georgia is extremely well positioned to take advantage of its geographic role as well as a lot of benefit in terms of
საქართველოში საინვესტიციო პროექტებზე ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები უკვე თვეზე მეტია მუშაობენ. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის მაგისტრები ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად კონკრეტულ პროექტებს ადგენენ. ლონდონის ბიზნეს სკოლის 3 წარმომადგენელი თბილისში ორთვიანი პროგრამით იმყოფება. საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით ვიმყოფებით. ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საინვესტიციო გარემოს შექმნა. ჩვენ ასევე ვიკვლევთ თუ რა პოტენციალი აქვს თქვენს ქვეყანას ინვესტორების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარებისთვის. აზიური ქვეყნებიდან წამყვანი სასტუმრო ქსელების და გასართობი დაწესებულებების ქართულ ბაზარზე შემოყვანა და მსოფლიოში საქართველოსადმი ცნობადობის გაზრდა. ეს ის მთავარი საკითხებია, რაშიც უცხოელი სპეციალისტები ქართულ კოლეგებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარებიან. საქართველოში ჩამოვედი, რომ შევისწავლო ქვეყნის ეკონომიკური გარემო. ამ თვალსაზრისით თქვენი ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. აქ ყოფნის პერიოდში რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. ხედავ, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად საქართველოს საკმაოდ კარგი ნიადაგი აქვს. აქ ქვეყანა და ხალხი ინვესტორს საუკეთესო გარემოს უხდის. კონსულტანტების ჩამოყვანის ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკუთვნის. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ლონდონის ბიზნეს სკოლის 30-მდე მაგისტრმა გამოთქვა, მათგან სამინისტრომ 3 შეარჩია. ჩვენი კონსულტანტები არიან სოფლის ნომერ 1 ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები, ისინი მუშაობენ სოფლის ორ წამყვან საკონსულტაციო კომპანიაში. ეკონომიკის სამინისტროს ისინი ეხმარებიან ძირითადად 3 მიმართულებით. პირველი არის მაკაოს, სინგაპურის და სხვა აზიური ქვეყნებიდან წამყვანი სასტუმრო ქსელების და გასართობი დაწესებულებების შემოყვანა საქართველოში. ისინი განსაკუთრებულად არიან დახელოვნებული კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებით. საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო გარემოს უკეთ გასაცნობად უცხოელმა სპეციალისტებმა ქვეყნის ტურისტული ადგილები და კურორტები დაათვალიერეს. მე ვიმყოფებოდი ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს განვითარების შესანიშნავი პოტენციალი აქვს. აქ ხალხი ერთგუნდად ბევრს მუშაობს და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. ამას ქვეყნის წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლონდონის ბიზნეს სკოლასთან პირველად თანამშრომლობს. უწყება მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალში სხვა უნივერსიტეტებთანაც აპირებს. უცხოელი სპეციალისტები საქართველოში თვის ბოლომდე დარჩებიან. სოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსები ეცემა ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ვაჭრობა გუშინ მაჩვენებლების დაცემით დაიხურა და ტენდენცია დღესაც ბირჟების გახსნის შენარჩუნდა. 4 აგვისტოს ამერიკის საბირჟო ინდექსები 4.5%-ით დაეცა, ევროპის მაჩვენებლებმა კი 3%-ით დაიწია. აზიის საფონდო ბირჟაზე კი ვაჭრობის დახურვისას ინდექსები 4%-იანი დაცემა დადასტურდა. ექსპერტების ნაწილი მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს და გუშინდელ დღეს უკვე შავ ხუთშაბათს უწოდებს, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პანიკისთვის საფუძველი არ არის. მადრიდში ანტისამთავრობო აქცია შეტაკებებით დასრულდა. დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრება სცადეს, თუმცა მათ პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. ასეთ ჩხუბი მოხდა. შეტაკების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 სამართალდამცველია. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესპანეთში აქციები უკვე 3 თვეა იმართება. დემონსტრანტები ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ესპანეთში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია და 21%-ს შეადგენს. ნასას მეცნიერები მარსზე წყლის არსებობის შესწავლას განაგრძობენ და თეორიას ახალი არგუმენტებით ამყარებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ წითელი პლანეტის ზედაპირზე წელიწადის თბილ პერიოდში მარილიანი წყლის პატარა მდინარეები მოედინება. ამ დასკვნას მეცნიერები თანამგზავრიდან მიღებული ახალი ფოტომასალის საფუძველზე აკეთებენ. ფოტოებზე მარსის მთებზე შავი ხაზები მოჩანს, რომლებიც მეცნიერების ვარაუდით მდინარეების ნაკვალევია. სავარაუდოდ მდინარე თბილ პერიოდში სიგრძეში 5 მეტრს, სიგანეში 5 მეტრს აღწევს, ხოლო მისი სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრია. ჰავაიზე კუნძულის ყველაზე აქტიურმა ვულკანმა გაიღვიძა. კილაუეას კრატერიდან უკვე ლავა გადმოდის და ზღვაში ჩაედინება. ვულკანის ამოფრქვევა სპეციალისტთა ჯგუფი აკვირდება. კილაუეას კრატერი მსოფლიოს ვულკანებიდან ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრატერად ითვლება. მონიტორინგს ვულკანოლოგები ვერტმფრენებიდანაც ახორციელებენ და ამ ეტაპზე დამამშვიდებელ პროგნოზს აკეთებენ. სპეციალისტების განცხადებით, მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საშიში არაფერია, თუმცა უსაფრთხოების ზონების ფარგლებში ჰავაის ეროვნული პარკი ტურისტებისთვის დახურულია. და ახლა კურიერში ამინდის პროგნოზის დროა, რომელსაც დღეს დიანა გაგვაცნობს. ხოლო ამის განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის ურთიერთქმედება, ამიტომ დრო გამოშვებით მოუღებლება დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში დღის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა, აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში კი ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, საღამოს საათებშია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა იქნება.
ბათუმში 26 გრადუსი სითბო პლუს 27 გრადუსიანი ნავარაუდები ფოთში 25 გრადუსი იქნება სოხუმში პლუს 28 გრადუსიანი მოსაოდნელი ზუგდიდში 26 გრადუსამდე გათბება ჰაერი ახალციხეში პლუს 29 გრადუსი იქნება ქუთაისში 28 გრადუსი სითბოა მოსაოდნელი ლენტეხში 29 გრადუსამდე გათბება ჰაერი ამბროლაუში ცხინვალში პლუს 28 გრადუსი იქნება თბილისში 32 გრადუსია ნავარაუდები პლუს 33 გრადუსი იქნება რუსთავში 33 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში სიღნაღში 32 გრადუსი და ასევე 32 გრადუსი იქნება ყვარელში თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოემატებს თუმცა უმეტესად უნალეკოთ ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა ადელის 9 საათზე 27 გრადუსი 12 საათზე 30 15 საათზე 32 გრადუსი 29 გრადუსი იქნება 13 საათზე და 21 საათზე პლუს 26 გრადუსი ახალ სიტუაციის პროგნოზი კი ასეთია სიმღერა უიღბლო სიყვარულისთვის დელა წორწუნიას პირველი დიდი კინოროლი და ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკი სიმღერა არის არაჩვეულებრივი აბსოლუტურად ასახავს ამ ფილმის შინაარსს